სალამი და მე დღეს უნდა გავჩვენოთ თუ რა ვიყიდე PSP-ში. აბა დავიწყოთ. პირველი პროდუქტი, რომელთაც მე დავიწყებ, ეს არის Essence-ის Bronzing Drops-ები, რომელსაც თბილისში თითქმის ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე, მაგრამ ქობულეთში ვნახე. ასეთ შეფუთვაში ასევე აქვს Essence Highlighter-ი, მაგრამ Highlighter ვერ ვნახე. ძალიან კარგი შეფასებები აქვს ამ bronzers TikTok-ზეც და Instagram-ზეც, ამიტომაც ვფიქრობ, მე ძალიან მომიხდება. შემდეგი პროდუქტი, ეს არის პუდრი, თუ პუდრა, არ ვიცი სწორად როგორ არის, და ბანანის პუდრაო. არ ვიცი, მოკლედ პუდრა არა მაქვს საერთოდ და მინდა რომ დავტესტო. და ზუსტად ამ ბრაითენებს ძალიან აქებდნენ. შემდეგი ეს გაჩვენებაც იქნება ასეთი ძალიან ცნობილი Essence-ის გლოსები. ერთი არის მოვარდისფრო გამჭვირვალე და მეორე უბრალოდ გამჭვირვალე. ამის პოვნა ოდნავ გამიჭირდა, იმიტომ რომ უფრო ბრჭყალებიანი გამჭვირვალე იყო. და კიდე ესეთი გლოსები, რომლებიც წვავდნენ ტუჩებს და მე ესეთებს არ ვეძებდი, ამიტომაც ცოტა რთულია ამის პოვნა. ძალიან აქებენ ამ გლოსებს, მე პირადად დამიტესავს და არ მქონია ასეთი გლოსები და მაინტერესებს რომ ვნახო როგორ გამოიყურება ის ტუჩებზე. კიდე შევიძინე კატრისის პროდუქციაც, მაგალითად ძალიან ცნობილი პრაიმერი, ესეთი პრაიმერი. ამ პრაიმერს ვეძებდი თბილისში, მაგრამ აგრეთვე არ იყო, არც ონლაინით არ შეიძლებოდა მისი გამოწერა და არც თვითონ PSP-ში პოვნა არ შეიძლებოდა და ვნახე ქობულეთში ისიც და რომ ვნახე ორი იყო სულ დარჩენილი და როცა ვყიდულობდი უკვე ერთი იყო. და დავტესტავ ამასაც. შევიძინე ასევე კატრისის ასეთი ბალმი. მე პირადად არ მინახია TikTok-ზე რო აქებდნენ ამ პროდუქტს, ან Instagram-ზე რო ამბობდნენ ამ პროდუქტის შესახებ, მაგრამ რო დავინახე რაღაც შეფუთვაში თვითონ მომხიბლა ამ შეფუთვამ. მომეწონა და რაღაცა დამსგავსე ასევე Dior-ის ბალმს, ფოტოს მივამაგრებ აქ რაღაცას. და ეს არის ჩვეულებრივი ბალმი, კიდე იყო ფერებში, უფრო მუქი ფერები, უფრო მოვარდისფრო ფერები. მე უბრალოდ გამჭვირვალე ავიღე და ამასაც განიხილეთ, როგორ გამოიყურება. უბრალოდ ეს პროდუქციას და შემდეგი პროდუქტი ეს იქნება ასეთი ბლაში, Baby God Blush. PSP-ში Essence კიდე ქონდა highlighter-ები, bronzer-ებიც და სხვადასხვა კიდე ფერი ამ blush-ის, მაგრამ მე კონკრეტულად ეს მომეწონა და შევიძინე. ამ blush-ს კიდე ამსგავსებენ Charlotte Tilbury-ის blush-ებსაც და კიდე bronzer-ებსაც. მაგრამ მე მაინც ეს მომწონს და ყველაზე მეტად მხილავს, თუნდაც ეს აპლიკატორი რაღაცნაირი ბილი რო არის. დავტესტავ ამასაც თქვენთან ერთად. დაგვჭირ ბოლო პროდუქტი, ეს არის ისევ Essence-ი. და ეს არის ესეთი Baby God Bronze ან bronzer-ი, მე საერთოდ bronzer-ები არ მაქვს. ეს ორი bronzer-ი მხოლოდ ახლა შევიძინე, ეს არის დროპსები, ეს სტიკში არის. ამას ძალიან აქებდნენ ინფლუენსერები, ანუ ლაპარაკის დროს ყოველთვის კოსმეტიკას როცა ისვამდნენ, ამას ვხედავდი, რომ ამას ისვამენ და აქებენ, როგორ კარგად იბრენდება. და მეც დამაინტერესა, ანუ თან რადგანაც არ მაქვს bronzer-ი, ანუ პირველი bronzer-ი მე ჩემი რომ იყოს კარგი და არა ისეთი რომელიც მე ლაქებად დაიდება სახეზე. აუცილებლად ამასაც დავტესტავ და გაჩვენებთ. ახლა დავტესტავ ამ bronzers. საკმაოდ კაი სუნი აქვს ფოტოშორის. ეს აზამთრო კვირის სუნი აქვს ძალიან. ეს ის ფერი არის ვეძებდი მართლა. და რუს მომხდება ძალიან. შემდეგ ამას დავტესტავ. ეს დროპსები. ძალიან ცოტა საჭირო. ამას ურევენ დამატენიანებელ კრემს და გამოდის კარგი რაღაცა. ძალიან კაია. ამას ავტოლუჯისავით იყენებენ და ბრონზერებითაც იყენებენ. ახლა ვნახავ კატრისის პრაიმერს, აი ამას. დავუდოთ როც გაშება. აი, ძალიან ტკბილია. ახლა დავტესტავ ერთ-ერთ გლოს. ძალიან ტკბილი, უბრალოდ არ ვიცი რას გავს. მეკავს. როგორ კარგად იცი. ძალიან კაია. შემდეგ იქნება ეს ბლაში. კონი ბევრი მომევიდა. მართლა ბევრი მომევიდა. ძალიან კაი. ეს კატრისის ბალმიც. ხო, გამჭვირვალეა და ატენიანებს ძალიან კარგად. ძალიან კაი. პროდუქტი ეს იქნება ესეთი პუდრი. რომელიც არ ვიცი ხელზე როგორ დავტესტო, პირველად მე პუდრი და კომიჩანის სახეზე რო წავისვო და ისე გავჩვენოთ. ნამიჩანს.
რაღაცა ბლურის ეფექტი მისცა მგონი, ხო? მგონი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ კომენტარი თუ რომელი პროდუქტი მოგეწონათ ყველაზე მეტად.